ვარ ნია მახარაძე 11 წლის. ვსწავლობ სკოლა პროგრესში. მე უკვე მეორეჯერ ვარ ჩეულ თაობაში. წინა ჩაწერის მერე ბევრი რამე შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად გადავედი ახალ სკოლაში, გავხდი უფრო ჭკვიანი, გავაუმჯობესე ჩემი ცეკვა და ხატვა. უკვე მესამე წელია ვცეკვავ ანსამბლ თაწმინდაში. მახსოვს პირველი დღე, როცა თაწმინდაში მივედი. რამდენიმე ბავშვს კი ვიცნობდი, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. პირველ დღეს, როცა მე მივედი, მასწავლებელს უკვე ილეთები ჰქონდა ახსნილი და მე მომიწია ბევრი ილეთების ერთად სწავლა. საერთოდ ცეკვაში რთული არის ფრაგმენტები და ჩაკრულები. მის გარეშე ვერ იცეკვებ. ყველაზე ადვილია ორდაკვირითი, სამდაკვირითი და თავის მოძრაობა. ერთხელ მქონდა გასტროლები იტალიაში. ანსამბლით ვიყავი ბაკურიანშიც, მაგრამ კონცერტები არ მქონია. იტალიაში ყველაზე მეტად მომეწონა ნაგეცები. ძალიან გემრიელი იყო. იტალიაში ვიყავით როგორც ბანაკებში ცხოვრობენ. ბევრი რამე მომეწონა, მაგრამ საქართველო მაინც ჯობია. მე მინდა ჩემი შემდეგი კონცერტი მქონდეს პარიზში. ჩემი ცეკვის მასწავლებელს ჰქვია ლელა. ის არის მხიარი და ცოტათი მკაცრი. ესე ძალიან კარგი ადამიანი და ყველა ბავშვს გვიყვარს. მე ალბათ კიდევ ვიცეკვებ 7 წელი. თაწმინდიდან რო გამოვალ, მაინც მეუყარება ცეკვა. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი მხატვარი. ყველაზე ხშირად ხატავ გოგონებს. მე ხშირად სკოლაში ხატავ დასვენებებზე და ამიტომ არ მცალია ჩემი თავის ნახატვისთვის. ჩემი ნახატებს ვაგროვებ და დაჯღაპნილების ჩათვლით მაქვს 50. ერთხელ გავყიდე ჩემი ქვაზე დახატული ნახატი. მაშინ ვიყავი პატარა და ეს ნახატი გავყიდე ერთლარად. საერთოდ ფული როცა მაქვს ხარჯავ საკანცელერიო ნივთებში. მე ყველაზე მეტი ფული მქონია 730 ლარი. ეს ფული შევაგროვე ჩემი შრომით და მერიცხებოდა ჩემს ბარათზე. ჩემი აზრით ყველაზე დიდი ფული მექნება 3000 ლარი, როცა დიდი გავისტები. ბევრი ფული რომ მქონდეს, გაჭირვებულებს დავურიგებდი. პირველ რიგში დაეხმარებოდი ავადმყოფ მოხუცებს. გავხსნიდი უფასოს ავადმყოფებს და გავუკეთებდი ოპერაციებს. პირადად ჩემთვის ვიყიდი მაკდონალდს. ჩემი ოცნების საჩუქარია თვითმფრინავი. ჩემი სკოლა იმიტომ მომწონს, რომ მყავს კარგი მასწავლებელი. ჩემი საყვარელი საგნებია მათემატიკა და სპორტი. საყვარელი მასწავლებელია თამილა შარაშიძე, რომელიც მასწავლიდა მე-6 საჯარო სკოლაში. არის თბილი, უყვარს ბავშვები, ბავშვებსაც ძალიან გვიყვარს და კარგად ხსნის გაკვეთილებს. ძალიან გული მწყდება, რომ პროგრესშიც არ ასწავლის. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავე. ბავშვობაში მინდოდა, რომ გამოვსულიყავი პრინცესა ელზა. ახლა მინდა ვიყო 5 წლის, იმიტომ რომ ენატრება ჩემი ბავშვობა და მინდა ისევ დავდიოდე ჩემს საბავშვო ბაღში. სახლში ვცხოვრობთ მე, მამა, დედა და ჩემი ძმა. მალე ერთი ახალი ოჯახის წევრი დაგვემატება. მაგრამ ჯერ არ ვიცი და არის თუ ძმა. ჩემი ძმა არის 9 წლის და ქვია დემეტრე. ის არის ჭკვიანი, მხიარული და ნერვების მომშლელი. წინა ჩაწერაზე წასებ თქვი და მის მერე არაფერი არ შეცვლილა. ჩემი აზრით, დემე რო გაიზრდება, გამოვა კალათბურთელი. მამიყვარის მოაზროვნე უნდა რომ ბევრი შევუტყოთ საყვაროს შესახებს და რაღაც ახალ თამაშებს იგონებს. კიდევ არის შრომელი, სიმპათიური და ძალიან უყვარს თავისი ოჯახი. დედიკო არის ლამაზი, ტკბილი და საყვარელი. მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია, რომ ზოგჯერ სახლის დაალაგება მეზარება, მაგრამ საჭმლის გაკეთება ვიცი. პირველ საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 5 წლის და ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე გემრიელად ვაკეთებ ბლინებს და წვნიანს. ჩემი საყვარელი საჭმელია ჩიზბურგერი. ჩემი საყვარელი წიგნია იავნანამ რა ქნა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთი ლამაზი გოგოს თავგადასავალზე. ეს ლამაზი გოგო იქნებოდი მე. მე ასევე მიყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი მულტფილმია პრინცის თავგადასავალი. დადასტური ჯახი რომ მქონდეს, საქართველოს გავაერთიანებდი ისევ.
სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იერუსალიმში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნია რომ არ მეთქვას რა მერქმეოდა. მე ნია დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნია რომ არ მერქვას ალბათ მერქმეობდა სესილი. ჩემს შვილებს დავარქმევ დავით და ანასტასიას. შემდეგ მონაწილეს ვუწევებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრებდა უკაცრიელ კუნძულზე? მე მაგალითად მამასთან ერთად ვიცხოვრობთ. ბედნიერება არის მშობლებს რო გავახარებ, კალქულოს რომ მივიღებ, სიკეთეს რო გავაკეთებ და ძალიან ძმა რომ შემეძინება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.